რას უნდა იცოდე, უნდა ვნახოთ. დღეს მეორე მსოფლიო ომს შეეხება ჩვენი ქუჩის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, გამოკითხვის შემდეგ სწორი პასუხებით დაგიბრუნდებით. რომელ წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? მეორე მსოფლიო ომი დაიწყო თუ არ ვცდები 1941 წელს. ხო, არ ვიცი ისტორიაში დული ვარ. მეორე მსოფლიო ომი 41 წელს. თუ შეიძლება გითხრათ, რომელმა ქვეყანამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? საქართველოში? ეს იუმორისტული გადაცემა გაქვთ? გერმანია. გერმანია. ჰიტლერმა. როდის დასრულდა მეორე მსოფლიო ომი? მეხუმრებით? 45 წელს, 1945-ში. 1945 წელს. 1945 წლის 9 მაისს. ვინ აღმართა 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე? გეტყვით, ქართველი იყო, მართან ერთად ორი რუსი იყო. მეგრული გვარი აქვს. ვეცდები გავიხსენო, ხოთ ვიცი. ძალიან არ მომწონს ეგეთი ტიპის გადაცემები, სადაც ანუ აჩერებენ რიგით გამლეს, რომელსაც შეიძლება უბრალოდ ან არ იცოდეს გასაგებია, მაგრამ ან დაავიწყოს რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტი და ამის შედეგად საზოგადოებამ იმხიაროს, დასცინოს ამ პიროვნებას. რაიხსტაგზე? არ ვიცი. მელიტონ? კი, მელიტონი იყო, კი ბატონო. ხანთარიამ და ივანოვა. ტიში ძივიცოთ 44 არა გატყუეთ. 41 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო 39 წლის 1 სექტემბერს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო საომარი მდგომარეობა ევროპაში 45 წლის 8 მაისის ვერმახტის ეს იმიტომ შემოსწოლა 41 წელს საბჭოთა კავშირის ჩაერთო. იმიტომ რომ დაეთანხმე ბიჭს, რომელმაც თქვა, რომ ესე არ უნდა გააჩერო ადამიანები. მდგომარეობა ევროპაში 45 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში 45 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დაპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ და მათი მთავარი მოწინააღმდეგეები. ვინ იყვნენ? გითხრა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთის რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა და ამერიკის შეერთებული შტატები 1945 წლის მაისში დამარცხებულ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა სერჟანტმა მიხეილ ეგოროვმა და ყველასთვის ცნობილმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს. სამწუხაროდ 60 მილიონამდე ადამიანი შეეწირა მეორე მსოფლიო ომს.